რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები საბერიოს დიხაზურგასა და ჩეღალში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს რუსულ სკოლებში სიარულს აიძულებენ. გარის რაიონის მაღალი ზონის ამ სოფლებში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლობა იმ ოჯახებს მიაკითხეს, რომელთა შვილებიც სოფლის რუსულ სკოლაში არ გამოცხადდნენ. ისინი ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და გასახლებით დაემუქრნენ. საბერიოს დიხაზურგასა და ჩეღალის მკვიდრი ბავშვები წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის ქართულ სკოლაში სწავლობენ, სადაც სწავლა 14 სექტემბერს იწყება. წყოუშის სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვებს რუსულ სკოლაში სწავლა გაუჭირდებათ, რადგან წლების განმავლობაში მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ. ეს ბავშვები აბსოლუტურად არანაირი პირობები აღარ აქვთ, კიდე ტერიტორიულადაც ის სკოლა ძალიან შორს არის და ესენი წლების განმავლობაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ. ახლა გუშინ მე მქონდა ლაპარაკი აქ ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ 14-ში ძალიან დიდი შემადგენლობით მოვალთო, იქ დაუდგებითო და ვნახავთო აბა გადმოუშვებენ თუ არ გადმოუშვებენ, მაგრამ ეს 14-მდე უნდა გადაწყდეს რაღაცნაირად.